ძველ ბათუმში მდებარე მეხუთე საბავშვო ბაღი უკვე მესამე წელია არ ფუნქციონირებს. ეს მაშინ, როდესაც ქალაქში წელს 2000-ზე მეტი ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიღმა დარჩა. შენობის გასხვისების მიზეზით ბაღი წინა ხელისუფლების დროს დაიხურა, თუმცა მისი ამოქმედება ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა. ბათუმის მერიაში ირწმუნებიან, რომ მეხუთე საბავშვო ბაღი გაფართოვდება და აღსაზრდელებსაც მიიღებს, თუმცა არა წელს. თამარ კიკნაძე მოგითხრობთ. წაქაძეების ოჯახში პატარა წელს სკოლაში ისე მიდის მოსამზადებელი კურსი საბავშვო ბაღში ვერ გაიარა. მაზნიაშვილის ქუჩაზე მეხუთე ბაღი უკვე მესამე წელია აღარ ფუნქციონირებს. 2012 წელს დახურული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. 2 წელია ზუსტად გაუქმებულია ბაღი და ქუჩაში დაგვიტიეს ბავშვები. რომ წავედი იქ ვიყავი ადგილზე მისული, თქვენო ნუ გეშინიათო, თქვენი შვილიშვილო ქუჩაში არ დარჩებაო, გადავიყვანთო მეოთხე ბაღშიო, ენგელსის და გორკის კვეთაში რომა. ხო და რომ მივედით, აქო არაო, არანაირიო შემოტანილი საბუთებიო. ძველ ბათუმში მცხოვრების ოჯახები, რომელთაც ბავშვები ნომერ მეხუთე საბავშვო ბაღში დაჰყავდათ, სკოლამდელი დაწესებულების აღდგენას ამაოდელიან. ამბობენ, რომ შენობა მხოლოდ საარჩევნოდ გამოიყენეს და სასწავლო პროცესისათვის მზადება არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ადგილობრივები ყოფილი ბაღის ამოქმედებას მოითხოვენ, ვინაიდან ეს მათთვის როგორც ფინანსურად, ისე დროის თვალსაზრისით მოსახერხებელია. ეზოში ძალიან ბევრი ბავშვია და ყველას გვინდა რომ ახლოში იყოს და არა შორს. რომ ყველას უჭირს ახლა მარტო მე არ მიჭირს და მარტო მას არ უჭირს და ყველას უჭირს ახლა დედა უნდა იმუშაოს გაუკეთოს ბაღანას რამე და ჩვენ ვერ მიგვყავს შორს და გვინდა რომ ეს ბაღი გაიხსნას ისევ და არა საარჩევნო უბანი. რო არ გაიხსნა საწევიყვანო ბავშვი რომელი ბაღში ახლა იქეთ წერეთელზე გორზე ვერ ვატარებ იმიტომ არ მაქვს იმიტომ ბავშვისად რაფრახა დილას 9-ად როგორ უნდა წევიყო ხა პატარა როცა აგერა ახლოს მაგ ყოფილი ხელისუფლების დროს შენობის გასხვისება იგეგმებოდა, თუმცა როგორც დღეს ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბაღის რეაბილიტაცია და სართულის აშენება გადაწყდა. მზად არის პროექტიც, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს მისი ფუნქციონირება ვერ მოესწრება. ნომერ მეხუთე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი დამუშავებულია. საპროექტო სამუშაოები შეადგენს 380,000 ლარს, დაგეგმილია აღნიშნული თანხის ბიუჯეტში გათვალისწინება ამორიგ საკრებულოს ხტომაზე. ამ დროინდ რატომ ვერ მოხდა? ეს საბავშვო ბაღის შენობა თავის დროზე გადაცემული იყო აჭარის მთავრობისათვის, შემდეგ გარკვეული პროცედურები დაჭირდა თვითონ შენობის დაბრუნებას, ასევე დაპროექტებას. 2000 წლამდე ბათუმში 44 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, მათგან 4 მხოლოდ ძველ ბათუმში, თუმცა ნაკადის გაზრდის გამო თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემა ერთი ბაღის გაფართოებით ვერ გადაწყდება და ბაღების მშენებლობა გაგრძელდება.